წარმოიდგინეთ, რომ თქვენ პარალიზებული ხართ, ვეღარ სუნთქავთ, თვალებიდან ცრემლები მოგდით და გონიათ, რომ უბრალოდ სიცოცხლეს ვეღარ გააგრძელებთ. აი ასე აღწერა ქიმიური იარაღის კამიტის სავარაუდო გამოყენების შესახებ ინფორმაცია დღეს ევროპარლამენტში ტობიას კრემერმა, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოს საკითხის მომხსენებელიც გახლავთ. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება, რომელიც არის უკვე პრორუსული რეჟიმი და რეპრესიულ მექანიზმს კარგა ხანია ამუშავებს, მისთვისაც კი ეს იყო განსაკუთრებული და ძალიან მძიმე დანაშაული ქართული ხალხის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ტობიას კრემერმა დღეს მოითხოვა, რომ სანქციების დაწესებაზე ევროკავშირმა აღარ იყვანოს და მისი განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომხრეები ხელისუფლების მხრიდან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ამ სანქციების ქვეშ უნდა მოექცნენ, დიდი აპლოდისმენტების საგანი გახდა ევროპარლამენტში. რასაც ჯუყნევიჩი არის საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, მომხსენებელი საქართველოზე, რაც იხსენებდა იმას, რამდენად რთული იყო მზია ამაღლობელის ჩასმა იმ ადამიანთა შორის, რომლებიც უნდა დაჯილდოებულიყვნენ. სახაროვის პრიზის პრემია მან გაიყო ფაქტობრივად ანდრეი პოჩობლუქთან ერთად და ამ პროცესს ხელს უშლიდა რუსული ლობი, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტში, მაგრამ ევროპელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართულ ხალხს ეგრძნო, რომ 300 დღიან ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, რომ საქართველოს პროტესტი ისმის, რომ ჩვენ ხედავენ და რომ საქართველო აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი, ვინაიდან საქართველო არის ევროპის ნაწილი, როგორც ეს რასაც ჯუყნევიჩი არის თქვა დღევანდელ სხდომაზე. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადებები, საკმაოდ ემოციური და ასევე პრაგმატული მოწოდებები ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს მიმართ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა ზამთრის ბოლო სესიაზე ევროპარლამენტში, როდესაც ყველა თემა ერთად იყო თავმოყრილი და თითქოს საქართველოსთვის დრო ვერ უნდა მოეძებნათ, მაგრამ სწორედ ქართველი ხალხის სიუჯეტემ და ქართველი ხალხის უყევმანებამ, რომ ებრძოლა თავისი მომავლისთვის, განაპირობა ის, რომ დღევანდელ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი აუცილებლად მოხდა. 1 year ago, ერთი წლის წინ ათასობით ქართველი გავიდა ქუჩაში, რათა დაეცვათ საკუთარი დემოკრატიული უფლებები, მათი სამოქალაქო თავისუფლებები და რაც მთავარია, მათი ძლიერი ევროპული მისწრაფება. და მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა, დაშინებისა, საზოგადოებრივი სივრცის შევიწროვებისა, ბევრმა გამოავლინა შესანიშნავი წინააღმდეგობა. ევროკავშირმა, მათ შორის ამ პარლამენტმა, ბევრჯერ გამოხატა მძიმე შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო. ვაშფოთებს კანონის უზენაესობის გაუარესება, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე და 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების წარმართვა. ჩვენ ასევე გვაშფოთებს მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები, რომელსაც ავრცელებს საქართველოს მთავრობა. ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ევროინტეგრაცია ჩიხში შევიდა და ეს ასე იქნება, ვიდრე მთავრობა არ შეცვლის კურსს და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ეს მოითხოვს თვითნებურად დაკავებული ყველა პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და აქტივისტის გათავისუფლებას, ასევე რეპრესიული კანონების უკან გაწევას. ჩვენ განაჩენი არ გამოგვაქვს, ჩვენ გთავაზობთ ევროპული მომავლის საგზაო რუკას, რომელიც შეესაბამება საზოგადოების უმეტესობის სურვილს. Georgia is drifting away from democratic norms. საქართველო უხევს დემოკრატიულ ნორმებს, რასაც ხედავთ არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ფუნდამენტურ უფლებებზე. ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მოითხოვენ დემოკრატიულ ევროპულ მომავალს. ისინი იცავენ ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს იმ საშიშროების მიუხედავად, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ. ადამიანის უფლებების კრიზისის მასშტაბი აქამდე არასდროს გვინახავს კანდიდატ ქვეყანაში. გაფართოების ანგარიში ნათლადაა შეფასებული საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ასევე ხელისუფლების ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკაც, რაც ასევე უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. კანონის უზენაესობის სწრაფი განადგურება, რეპრესიული კანონების მიღება, სასამართლოს ბერკეტად ქცევა და სამოქალაქო სივრცის დახურვა, ეს ყველაფერი ევროკავშირის მოლოდინს არ ამართლებს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რომ ქართველი ხალხისთვის წაერთმია ევროპული მომავალი. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განიხილოს გაფართოების ანგარიში, როგორც შესაძლებლობა უპასუხოს და კურსი შეცვალოს, აღიდგინოს ნდობა და დაუბრუნდეს ევროპულ გზას. საქართველოს მომავალი ნამდვილად მათ ხელშია. სახაროვის პრიზი ეძღვნება სინდისის ყველა პატიმარს, რომელიც იმყოფება ლუკაშენკოსა და ბიძინა ივანიშვილის ციხეებში. ჩვენ მათ ვუგზავნით მკაფიო მესიჯს ევროპული პარლამენტიდან. თქვენ არ ხართ მარტო, გვესმის თქვენი და ვცდილობთ დაგეხმაროთ. თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ პარლამენტში. საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება.
ხდება. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო BBC-ს გამოძიებას, რომელიც აჩვენებს, რომ ქიმიური აგენტი პირველი მსოფლიო ომიდან გამოყენებული იქნა პროტესტზე ზეწოლისთვის. ქიმიური ნივთიერებები გაურიეს წყალში. ეს უნდა გამოიძიონ. მოუწოდებ კომისიას და საბჭოს, რომ იმოქმედონ, წამოიწყონ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება. ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია დამოუკიდებელი გამოძიების, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ სიმართლისა და სასჯელის. ეს აჩვენებს, რომ BBC-ს მიერ ნაჩვენები ფაქტები დიდი ალბათობით სიმართლეა. კოლეგებო, წარმოიდგინეთ ნივთიერება, რომელიც სუნთქვას გიკრავთ, კანს გიწვავთ, ინტენსიურად ახველებთ და ღებინება გაქვთ და ეს რამდენიმე წუთს კი არ გრძელდება, არამედ დღეები და კვირეები. როდესაც ცდილობთ დაბანას, უფრო ძლიერ წვას გრძნობთ. ეს არის კამიტის ეფექტი, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ფრანგები იყენებდნენ. დღეს კი ვხედავთ დამოუკიდებელ სიუჟეტში, რომ ის გამოიყენეს აქ, ევროპაში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ ქართველები ერთი წელია კვლავ აპროტესტებენ მშვიდობიანად დემოკრატიული რეჟიმისთვის, კანონის უზენაესობისთვის, რაც მნიშვნელოვანია მათი ევროპული მომავლისთვის. თუ ეს ცნობები სიმართლეა და რეჟიმი იყენებს ქიმიურ ნივთიერებებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ მიატოვეს ამ ოჯახში გაწევრიანების ამბიცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა მივატოვოთ საქართველო, რადგან ვხედავთ სხვა საქართველოსაც, რომელსაც არ სურს გახდეს კრემლის მარიონეტი. აი ასეთი მწვავე გამოსვლები იყო დღეს ევროპის პარლამენტში და ევროპარლამენტარები, როგორც ხედავთ, ითხოვენ გამოძიებას იმ ქიმიური აგენტის გამოყენების სავარაუდო სცენარზე, რომელიც უკვე ძალიან რეზონანსული გახდა ევროპარლამენტში და აცხადებენ იმას, რომ თუ კი ქართული ოცნება ამაზე უარს იტყვის, ეს პირდაპირ მტკიცებულება იქნება, რომ მათ სწორედ ამ ტიპის ქიმიური ძალიან საშიში მომწამლავი ტოქსინი გამოიყენეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე იმითაც, რომ ევროპამ კიდევ ერთხელ საპარლამენტო დონეზეც დაამტკიცა, რომ ისინი ჩაეხსნებიან რუსული ენერგომატარებლების გამოყენებას, რომელიც აფინანსებს უკრაინის წინააღმდეგ რუსული ომის მანქანას, რომელიც 27 წლიდან ეტაპობრივად მოხდება ამ პროცესისგან გამიჯვნა და ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი კიდევ ერთხელ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ნახეთ, საკმაოდ მწვავე გამოსვლები და დებატები იყო. ამ შეხვედრაში მონაწილეობდა ევროკომისიის და ევროპული საბჭოს წარმომადგენელი და ახლა სწორედ ევროკომისიაზე და უფრო მეტად კი ევროპულ საბჭოზეა დამოკიდებული, ამდენად სწრაფად და ეფექტურად დააკისრებენ სანქციებს ივანიშვილს და მის თანაგუნდელებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ. დებატები უკვე დასრულებულია.